უფალო, ისეთი შვილი მოგვეცი, რომელიც სათნო იქნება შენთვის და ხალხისთვისაც. დაეშენი სიყვარულით ჰქონოდეს გული სავსე, იყოს გაჭირვებულთა შემწე და დამხმარე. ერთხელ ალექსანდრამ სიზმრად იხილა ორი მზე და მაშინვე ხმაც ჩაესმა. დედაკაცო, შეხედე ამ მზეებს. ერთი მზე უკვე შენს წიაღშია. მართლაც სულ მალე ალექსანდრასა და ნიკოლოს შეეძინათ მეორე ვაჟი, მას სახელად ვიტალი დაარქვეს. 8 დღის ჩვილი, როდესაც მშობლებმა წესისამებრ ტაძარში მიიყვანეს, მოძღვარმა საკურთხეველში შეიყვანა. მღვდელმსახურმა უეცრად მისგან უჩვეულო მადლი იგრძნო და შეეშინდა. ჩვილი წმინდა ტრაპეზზე დააბრძანა და მშობლებს უთხრა. ალექსანდრა ნიკოლოს, ვიტალი დიდი ადამიანი გახდება. 8 თვის ვიტალი ნადლობისას ემბაში ფეხზე დადგა და იცინოდა. ეს იყო მისი პირველი სასწაულის გამოვლინება. ყმაწვილი 5 წლის იყო მარხვა რომ დაიწყო, ხორცს საერთოდ არ მიირთმევდა. 4 შაბათობითა და პარასკევობით კი რძის ნაწარმზეც უარს ამბობდა. ვიტალიმ კითხვა რომ ისწავლა, ის პირველად სახარებას დაეუფლა გულმოდგინედ. მას ის სკოლაში დაჰქონდა და ბავშვებს უკითხავდა. მოდით წავიკითხოთ, რას ამბობს მეხუთე მცნებით უფალი. პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ გეყოს შენ და დღე გრძელიყო ქვეყანასა ზედა. ვიტალი, მე დედისთვის მინდვრის ყვავილებს ვკვრებ ხოლმე და ამით ვახარებ. კარგია, მოდი უფრო კარგად განვარტოთ ეს მცნება. ერთ-ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ შეხედეთ ფუტკრებსო, ისინი მაშინაც კი არ მიატოვებენ საკუთარ დედას, როცა მას უკვე აღარაფერი შეუძლია და დაუძლურებული სკისძირას ეცემა. ზედევლებიან და ყოველი ხონით ცდილობენ აიყვანონ სკაში და ამასაც აკეთებენ. უნიავებენ, ცდილობენ რომ გააცოცხლონ. მხოლოდ მაშინ გაეცლებიან მას, როდესაც დარწმუნდებიან, რომ დედა უკვე მოკვდა. საცოდავად ბზუილით ტოვებენ მას. აი ასე უნდა მივაგოთ პატივი მშობლებს. და უფალი გვიქად ის, რომ თუ მშობლებს პატივს მივაგებთ, კეთილი მომავალი გვექნება. ლოცვის სიყვარულით პატარა ვიტალიმ საცხოვრებელი ეზოს ბოლოს ორ მოამოთხარა და მთელი დღის განმავლობაში იქ ლოცულობდა. მზის ჩასვლით კი იგებდა, რომ მამა უნდა დაბრუნებულიყოში და მაშინვე ბრუნდებოდა. ერთხელ პატარა ვიტალის ოჯახს სტუმრად ბაპტისტი ქალი ეწვია. მას მართლმადიდებლური სარწმუნოების არ სჯეროდა. 8 წლის ბიჭუნამ ისურვა მისი მოქცევა და მთელი ღამის განმავლობაში სახარებას უკითხავდა. ისე დაათენდათ, რომ შედეგი არ გამოიღო მასთან საუბარმა. მაშინ პატარა ვიტალიმ ქალს უთხრა. მე ახლა ვილოცებ, რომ უფალმა სასწაული მოგივლინოთ და გარწმუნოთ მართლმადიდებლობის ჭეშმარიტება. დედაო ღვთისმშობელო, გთხოვ, ჰყავ სასწაული, უჩვენი ამ ქალბატონს, რომ ჩვენი სარწმუნოება ჭეშმარიტია. მართლაც მაშინვე აღესრულა სასწაული. ღვთისმშობლის ხატი გაბრწყინდა. ვიტალი შვილო, ეს რა სასწაული აღესრულა? ჯერა თქვენი სარწმუნოების. ვიტალი, აბა ნეკროსოვის რკინიგზა წაიკითხე. ახლავე მასწავლებელო. სამყაროს მართავს მეფე დაუნდობელი. ეს მეფე კი სტალინია. დატოვე კლასი. ამის გამო ყმაწვილი სკოლიდან გარიცხეს. იმ პერიოდში რელიგია სასტიკად იკრძალებოდა და ისჯებოდა. ალექსანდრა შიშობდა და მას სახარებას ხშირად უმალავდა. იმ რთულ და საშიშ პერიოდში, როგორც კი ვიტალი ზარების ხმას გაიგონებდა, სიხარულით ტაძრისკენ გარბოდა. 14 წლისა მწირი სხვა წლი იტვირთა. მისი გასათევი ხან თივის ზვინი, ხან მიტოვებული ფარდული, ან ვაგონი იყო. 16 წლის ასაკში ჭაბუკმა საკუთარი საბჭოთა პასპორტი დახია. ის ამბობდა. მე სეციური მოქალაქეობა მსურს. ბავშვობა მამა ვიტალი ჯერ ეკლესიას წმინდანად არ ჰყავს შერაცხული, მისი საფლავი გახლავთ თბილისში, წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ტაძრის ეზოში. მამა ვიტალიმ თავის სიცოცხლეში დაიბარა ანდერძად, რომ განსაცდელი ჟამს ადამიანები მისულიყვნენ მის საფლავთან და როგორც ცოცხალისთვის, ისე ეამბოთ თავიანთი გასაჭირი. მამა ვიტალი გახლდათ თანამედროვე ღირსი მამის გაბრიელისა.
მამა გაბრიელი ხშირად მოუწოდებდა თავის სამრევლოს მნიშვნელოვანი საკითხების გადასაწყვეტად წვეოდნენ მამა ვიტალის. იმედია მოგეწონათ ჩვენი ანიმაცია. ნახვამდის.